წარსულის ცოდნით მომავალს იოლად გავიკვლევთ. ძვირფასო მორწმუნენო, მეორე ხალიფა, სამართლიანობით განთქმული მმართველი ხალიფა ომარი მეგობრებს ასე მიმართავს. სანამ განიკითხავდეთ, მანამდე საკუთარი თავი განიკითხეთ და იმ დიდი განკითხვისათვის მოემზადეთ. განკითხვის დღე მხოლოდ მათთვის იქნება ადვილი, ვინც ამ ქვეყნად საკუთარ ქმედებებს განიკითხავს. ძვირფასო მორწმუნენო, დღეები დღეებს, თვეები თვეებს, წლები წლებს მისდევენ და გადის დრო შეუჩერებლად, მიედინება. ჩვენი ცხოვრების განსაზღვრული ვადა დღითი დღე იწურება. ჩვენი ამოსუნთქვა დათვლილია და ის ყოველწამიერად კლებულობს. ყველა ტკივილით და სიხარულით, ყველა კარგისა და ცუდის განცდით, გრიგორიანული წელთაღრიცხვის კიდევ ერთ წელს ვემშვიდობებით. მოდით, ამ მიზეზით კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ გასულ წელს და ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს. მოდით გამაანალიზოთ ყველა ის შეცდომა, რაც ამ წელს დაუშვით. ძვირფასო მორწმუნენო, საკუთარი თავის განკითხვის საუკეთესო გზა საკუთარი თავის კარგად გაცნობაა. ჩვენ უნდა შევძლოთ ჭეშმარიტების სარკეში შევხედოთ საკუთარ თავს და შეცდომები ვაღიაროთ. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, საიდან მოვედით და საით მივდივართ. საკუთარი თავის განკითხვის დასაწყისშივე უნდა ვაღიაროთ ყველა ის შეცდომა, რომლებიც ამ ქვეყნიური მისწრაფებებისა და ცდუნებების გამო გქონია. ყველა ის მავნე ჩვევა უნდა დავივიწყოთ, რომლებიც ცოდვაში გვაგდებს. ცოდვები უნდა მოინანიოთ და პირობა დავდოთ, რომ მეტჯერ აღარ ჩავიდენთ. საკუთარი თავის განკითხვა წმენის სრულყოფას ემსახურება და ამ გზით სწორად ცხოვრების შესაძლებლობას ვინარჩუნებთ. უნდა ვიცოდეთ და ვითვალისწინებდეთ ყველაფერს, რაც ღმერთმა ნებადართულად დაგვიდგინა ან აკრძალა. ეს არის მცდელობა, რომ სიკვდილამდე ვიყოთ ღვთისმსახურებაში და ვაკეთოთ სიკეთე. ჩვენი საუკეთესო მაგალითი წმიდა შუამავალია, ამიტომ ცხოვრების წესად მისი ცხოვრების გზა უნდა დავისახოთ. საკუთარი თავის განკითხვა ღვთისადმი უპირობო მინდობაა. მორწმუნე ადამიანი ყველა ადამიანის უფლებებს განუხრელად უნდა იცავდეს. გული ისე უნდა გავიწმინდოთ, რომ იქ მხოლოდ ღმერთის ადგილი იყოს. ძვირფასო მორწმუნენო, ყურანში ყოველივე ეს შემდეგნაირადაა ნაბრძანები. ეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, იყავით ალაჰის წინაშე ღვთისმოსავნი და დაე შეხედო სულმა რაცა იმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალაჰის, უეჭველად ალაჰი უწყის, რასაც იქვთ თქვენ. აიათში ნათლადაა მოწოდება, რომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს, როგორ ცხოვრობს და საიქიოში რა უნდა წაიმძღვაროს. ასევე ადამიანმა უნდა ეცადოს ისე დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება, რომ თავისი გაჩენის არსს არ ეწინააღმდეგებოდეს. ამრიგად, რახან კალენდრებში კიდევ ერთი წელი მიიწურა და ხვალიდან შემდეგი წელი იწყება
ჩვენ საკუთარ თავს შემდეგი კითხვა დავუსვათ. ნეტა ჯერ ორნათ ვასრულებდით იმ პირობას, რომელიც გამჩენისათვის ოდითგანვე მიგვიცია. ნეტა ესოდენ მნიშვნელოვანი პირობის მიმართ სათანადო ერთგულებას ვიჩენდით? ჩვენს ცხოვრებაში რწმენას, ღვთისმსახურებასა და საუკეთესო ზნეობას რა ადგილი უჭირავს? ნეტა თუ ვერიდებით ყველაფერს იმას, რაც ღმერთმა აგვიკრძალა, ყველა არსების მიმართ ჩვენს პასუხისმგებლობას ვავლენთ კი, ნეტა თუ ვიცოდით ყველა იმ წუთის ფასი, რომელიც აქამდე გავიარეთ. ხუთბად ბოლოს კი მინდა შუამავლის ჰადისი შემოგთავაზოთ. გონიერი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აკონტროლებს და სიკვდილის შემდეგ ყოფაზე ფიქრობს. საცოდავია ადამიანი, რომელიც მხოლოდ სურვილებსა და ამქვეყნიურ ცდუნებებსაა აყოლი.